სიმაღლეზე შენი აზრით, რამდენი პროცენტით განსაზღვრავს გენები და რამდენით გარემო? აი რა, როგორ გქონი? ალბათ სიმაღლეზე? ხო, რამდენი მაღალი იქნები? გენები და გარემოს. არ ვიცი, მე მჯერა რომ გენები გაცილებით მეტი. ხო, რამდენი? ნუ რა ვიცი, 70. ხო, 90%-ით განსაზღვრავს გენები. სიმაღლეც კი, რომელიც ისეთი მახასიათებელია, ხო, 10% როგორ იკვებებოდი იმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერდის სიმსივნე, რომელიც ის არის გენები მხოლოდ 10%-ით, მაგრამ შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, პოსტტრაუმატული სინდრომი, ანუ ყველა ფსიქოლოგიური პარამეტრი, რომელიც გაუტესტავთ, საშუალოდ 30-დან 70%-მდე განისაზღვრება, ანუ იხსნება გენეტიკით. ამას ეპიგენეტიკა 30-დან, მაგალითად შიზოფრენია ამას როგორ აკეთებ? სხვადასხვა დიაგნოზი, სხვადასხვა ის. კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა, მაგრამ აი მენტალური დაავადებების უმეტესობა იხსნება, მაგრამ არც ერთი სხვა სისტემური გარე ფაქტორი ჯერ მეცნიერებს არ აქვს აღმოჩენილი, რომელიც ამდენი პროცენტით ხსნიდეს. რას ნიშნავს ხსნიდეს? ჩვენ შორის განსხვავებები რო შეადაროთ, როგორ აკეთებენ, ხო? მემკვიდრეობითობას, როცა ვამბობთ, ნიშნავს, რომ ჩემ შორის სხვაობებს რო ვადარებთ, რეალურად სტატისტიკურ ჯგუფებს შორის, ხო? რამდენი პროცენტით იხსნება ის, რომ მე და შენ განსხვავებული გენები გვაქვს და რამდენიც საერთო, ამიტომ სულ აკვირდებოდნენ იდენტურ ჯგუფებს და ასევე აკვირდებოდნენ არა ერთი კვერცხუჯრედის ჯგუფებს. მათ შორის სხვაობის შედარებით გენეტიკოსებს შეუძლიათ უკვე თქვან, რა არის მემკვიდრეობით დატვირთვა აი ამ დაავადებაზე, ამ ახასიათებელს. ინტელექტიც კი 45%-ით განპირობებული არის გენებით.